ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოებში მუნიციპალიტეტის გამგებლის შეხვედრები გრძელდება. სულხან მახათაძე ამჯერად სოფელ ხრეითისა და რგანის მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრის მთავარი მიზეზი იმ პროექტების გაცნობაა, რისი განხორციელებაც 2014 წელს მუნიციპალიტეტში იგეგმება. ამავდროულად მოსახლეობას საშუალება ეძლევა სოფელში არსებული პრობლემების შესახებ გამგებელს ინფორმაცია მიაწოდოს. მობრძანებული რაიონის გამგებელი ბატონი სულხან მახათაძე, სოციალური სამსახურის უფროსი ბატონი გიკა და სოფლის მეურნეობის სამსახურის სამმართველოს უფროსი შეხვდნენ მოსახლეობას, გააცნეს დაგეგმილი სამუშაოები, ისაუბრეს აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით და ესე ვთქვათ, დაგვიდნენ ბატონი სულხანი, რომ აღნიშნულ პრობლემებს უახლოეს მომავალში მოაგვარებს და ამ საკითხებს ერთხელ და სამუდამოდ დაესვენება წერტილი. ეგ სახლი სულ 10 მეტრი არ იქნება სახლი დარჩენილი ხედავთ. სოფელ ხრეითში ეგრეთ წოდებულ სპარიეთის უბანში მეწყერ საშიშის ზონაა. უბანში დაახლოებით 30 ოჯახი ცხოვრობს. მათი თქმით, უბანში არსებულ ყველა საცხოვრებელ სახლს დანგრევა ემუქრება. ადგილობრივები შველას ითხოვენ. ახლა ეს სულ იქნებოდა ამის მიზეზი. მაგრამ ჩავარდი ის თვითონი ადგილი ჩავარდა. ჩვენ ხრეითში ვცხოვრობ, ძალიან ვიმეწყდებით, ტბამ წაგვიღო, რო გაავდარდება, გარეთ ვერ გამოვდივართ, 30 გლეხია. ჯერ ხო არ ყოფილა ესეთი შემთხვევა დანგრეული იყოს სახლი ან რამე. მასეთი არა, მაგრამ ბევრი არაფერი იმაშია, დახსნილია ძალიან სახლები. მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ სულხან მახათაძემ მეწყერ საშიშის ზონა დაათვალიერა და მოსახლეობას დახმარებას დაპირდა. ძალიან მძიმე მდგომარეობა, ფაქტიურად იქ რამოდენიმე ოჯახს უკვე დიდი საფრთხის წინაშე დგას. შესაბამისად ჩვენი რეაგირება იქნება ის, რომ მე ახლა ინფრასტრუქტურის მინისტრის სახელზე დავასურათებ და ამ პრობლემის შესახებ მას პირადად ჩავაყენებ საქმეს ხუშის შესაბამისად დარწმუნებული ვარ, რომ მას მოყვება რეაგირება. რგანის მოსახლეობამ სოფლამდე ასფალტირებული საავტომობილო გზის მიყვანაზე ისაუბრა. ადგილობრივებმა სოფელში მანგანუმის მოპოვების შედეგად არსებული მდგომარეობა უმძიმესად შეაფასეს და მუნიციპალიტეტის გამგებელს დახმარებას თხოვეს. მე მადლობას მოვახსენებ ჭიათურის გამგეობას, პირადად ბატონ სულხანს ჩვენთან მობრძანებისათვის, მოსახლეობასთან გასაუბრებისათვის. აქ ბევრ საჭიროებო საკითხებზე იყო საუბარი. ბუნება ძალიან დაბინძურებულია, განადგურებულია და მოსახლეობაც ძალიან დაზიანებულია. სულხან მახათაძემ სოფელ რგანში არსებული საბავშვო ბაღიც დაათვალიერა, სადაც სახურავის დაზიანების გამო წყალი ჩამოდის. რგანის მაცხოვრებლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი მხარდაჭერას დაპირდა. გარი ძალიან მძიმე მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცით, რომ ეს სოფელი და თვითონ გარკვეული ნაწილი სოფელი რგანის მიმდინარეობს ღია წესის სამთო გამომუშავება, რის შედეგადაც რა თქმა უნდა გაუსაძლისი მდგომარეობა არსებობს დღეს აქ. მე თანაუგრძნობ ამ ადამიანებს და რა თქმა უნდა აბსოლუტურად მხარდაჭერას უცხადებ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ის კომპანია ჯორჯია მანგანეზი იქნება თუ კერძო მესაკუთრეები იქნება თუ ვინც იქნება, ვინც სამუშაოებს აწარმოებს, კეთილი უნდა ინებოს ყველამ და ყველა უნდა შეასრულოს ის ვალდებულება იმისათვის, რომ ამ ადამიანების ყოფა ცხოვრებითი პირობები უკეთესობისგან შეიცვალეს. საშინელება ხდება, როცა ამ გზის პროექტი დაიწყება და პროექტს მომამზადებ ჩვენ, ყველასთან მასთან ვინც კერძო კომპანია თუ ჯორჯია მანგანეზია და აწარმოებს სამუშაოებს, მასთან გვექნება მონაპარაკება, რომ თანამონაწილეობა მიიღონ ამ ადამიანებმა და გაუკეთეს ამ სოფელს ნორმალური მოსასვლელი გზა. ტერიტორიულ ორგანოებში არსებული პრობლემების გასაცნობად მუნიციპალიტეტის გამგებელი ჭიათურის ყველა სოფელში გეგმავს მსგავსი შეხვედრების გამართვას. დავით აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში არსებული მეტალოპლასმასის საამქრო გთავაზობთ განახლებულ პროდუქციას. სხვადასხვა ხარისხის და ფერის ნებისმიერი ფუნქციის ნაკეთობები საბითუმო ფასად. შესრულების მაღალი ხარისხი გარანტირებულია. მოქმედებს შიდა განვადება. აზომვა, ტრანსპორტირება და დამონტაჟება შეთანხმებულ ვადებში. მობრძანდით, ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი დარჩებით. საეკლესიო მაღაზიაში ჯვარი. შეგიძლიათ საცალო და საბითუმო ფასებში ყველაზე იაფად ჭიათურასა და საჩხერეში შეიძინოთ. სუდარა, კელაპტარი, ჯვრები, კანდელი და ყველაფერი, რაც აუცილებელია მიცვალებულისთვის. აქვე გთავაზობთ ყველა სახის საეკლესიო ნივთს, ნებისმიერი ზომის ჩარჩოების დამზადებას, საეკლესიო საგალობლებს და კომპეტენტურ რჩევებს ღვთისმსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
საეკლესიო მაღაზია ჯვარი განახლებული მომსახურებით, ძველ მისამართზე, ჭიათურა, ნინოშვილის ქუჩა ნომერი 16, საჩხერე, გომართელის ქუჩა ნომერი 7, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია. ფოტოს გადიდება და დამზადება, მაცივარი, კატაფალკა, სასახლე, ჯვარი, კანდელი, კელაპტარი, საწეშუალებო დარბაზით უზრუნველყოფა, საკუთარი ტრანსპორტით მომსახურება. ყველა საჭირო და აუცილებელი საკითხის მოგვარება ერთად, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასში. დამკრძალავი ბიურო თხელიძის ქუჩა ნომერ 21-ში. მუშაობს ყოველდღე 9-დან 18 საათამდე. შპს აბესა 2013 გთავაზობთ სარემონტო სამშენებლო მასალების ფართო არჩევანს. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ კაფელმეტლახი, ლითონისა და MDF-ის კარებები, წებო ცემენტი და სამშენებლო ცემენტი, თაბაშირმუყაოს ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გრანიტის ფილები, პლასტმასის შეკიდული ჭერი, პლასტმასის პლინტუსები და 1000 წვრილმანი. მასალები აკმაყოფილებს ევროსტანდარტებს. შპს აბესა 2013-ში მოქმედებს კრედოს განვადება. ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია. მისამართი: ჭიათურა, თხელიძის ქუჩა, ნომერი 21-23, ტელეფონი 551 27 05 37, 592 25 50 95. დღეს მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ 19 მარტს YouTube-ზე გავრცელებულ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოებზე კომენტარი გააკეთეს მინისტრებმა.